ჩვენი დღევანდელი თემა წინაზე ჩვენ განვიხილეთ ცეფიანთა ისა ოსმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ეს სახელმწიფო რომელიც შეიქმნა და ზოგადად სეფიანთა ირანი არის ამ სახელმწიფოს პარალელური ოსმალური სახელმწიფოს პარალელური მოწინააღმდეგე აღმოსავლური სახელმწიფო რომელიც ასევე პრეტენზიას აცხადებს ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, შუამდინარეთზე, ასევე პრეტენზია აქვს ზოგადად ახლო აღმოსავლეთზე და მისი მთავარი ოპონენტი რასაკვირველია ამ ბრძოლაში არის ოსმალთა სახელმწიფო, რომელზეც ჩვენ საკმაოდ დეტალური ანალიზი გავაკეთეთ უკვე წინა გაკვეთილზე. აქედან გამომდინარე დღეს ვეცდები რომ უკვე ნათელი მოუფინო სეფიანთა ირანს და მაგის მიხედვით მიუყვე და მე უკვე რუსეთის ჩამოყალიბებაზეც ვისაუბრებ როგორ შეიქმნა საერთოდ რუსეთი მათი შექმნის ბევრი ვერსია არსებობს ბევრი ასე ვთქვათ სუბიექტური ვერსია არსებობს და მე ვეცდები რომ მაქსიმალურად ისე განვიხილო თქვენ სააბიტურიენტო პროგრამასთან მიახლოებულად და შემდგომ პეტრე პირველზე გადავალ პეტრე პირველის მმართველობა პეტრე ალბათ ერთ-ერთი ობიექტური ხედვით რუსების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შუქურაა რომელმაც გარკვეულ შედეგებამდე ანუ დიახ პირველი ამბობენ რომ ქართველი მეფის ნათესავი იყო და ხო რასაკვირველია არის ეგეც მასე სტალინზეც ამბობენ და აქვს ქართველი იყო თვითონ მაგას არ ამბობს ხო არა არის ვიღაცის შვილი იყო არის არის არ ვიცი ახლა ქართველობის იდეა მაინც სიკარგესთან რატო ასოცირდება, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა ძალიან ბევრი ცუდი ქართველი მმართველი მეფე და ეგეც სტერეოტიპული მიდგომაა ზოგადად, როცა ჩვენ ვამბობთ ვინმე სიკარგეზე ან სიცუდეზე ეროვნების მიხედვით გამორჩევა არ ხდება, თუმცა რასაკვირველია რუსული ფესვები თავისას აკეთებს და ქართული ფესვები თავისას აკეთებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პეტრე პირველზე რომ იგი ქართველი იყო და წარმომავლობა ჰქონდა, ეს არ არის სიმართლე, მე რა ინფორმაციასაც ვფლობ. იმიტომ რომ პეტრე პირველი არ იყო ქართველი, იყო რუსეთის იმპერატორი რომანოვების დინასტიიდან და შესაბამისად მისი წარმომავლობა არ არის ესე დადასტურებული, თუმცა მას რომ ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან განსაკუთრებით ვახტანგ მე-6-სთან და რა ვიცი აი საიდან ჩდება ეს არც მიკვლევია სიმართლე გითხრათ პეტრე პირველის იდეა რომ ქართველი იყო მაგალითად და რატო უნდათ ხოლმე რომ ზოგადად მიიკერონ ვიღაცის ქართველობა ხო ესეც რაღაცა ნაციონალურ ნიადაგზე დაწყებული არაფრის მომცემი განდიდების მანია რომ ნახე ქართველია და ეს ძირითადად საბჭოური სახელმწიფოების საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი და იარაღი იყო რომ ნახე პეტრე პირველი ქართველია და იამაყი ჩვენ ხო ზოგადად გმირებით ვამაყობთ და რეალურად აი დავკვირდით აბა დღევანდელი თუნდაც აი ქრისტიანობას რომ მივყვეთ და მაგ საკითხით ჩავშლი ბარემ და მე გადავალ სეფიანთა ირანზე ვინაიდან იკითხე დღევანდელი ქრისტიანობა ავიღოთ დღევანდელი ქრისტიანობა ან რაც არის რეალურად არის თუ არა ის ნამდვილი ჭეშმარიტი სარწმუნოება თუნდაც რაც შეიძლება ქრისტიანობას და თვითონ მოძღვრებასთან იყოს კავშირში. ხო, როგორც კი აი ამ საკითხზე დიახ ბევრი ქრისტიანად მიიჩნევს თავს, მაგრამ ძალიან აცელილია ამ იდეოლოგიასთან. სულ სხვა რაღაც ქმედებებს ჩადის, რაც თვითონ ქრისტიანობის იდეოლოგიას ეწინააღმდეგება. ხო, ანუ იდეა ძალიან მარტივი, ეხლა რასაკვირველია ყველგან არსებობს გავსი პრობლემები და ყველას ქვეყანაში და ყველა რელიგიაში ვნახავთ ჩვენ რომ ვიღაცა საერთოდ შეიძლება არ იყოს რელიგიაში იმ რელიგიის მიმდევარი, მაგრამ არ ასრულებდა. ეს რასაკვირველია, მაგრამ იდეა აი ჩვენ რომ ვამაყობთ ხოლმე რომ ჩვენ ვართ დავითის მემკვიდრე და არა
დავითის დროინდელი საქართველოს საერთოდ სხვა არის, მეგობრებო, თამარის დროინდელი საქართველოს და ქართველები საერთოდ სხვა არის, იმიტომ რომ იქ არ არსებობდა არანაირი რუსული იმპერიალიზმი, რომელმაც ჩვენზე ძალიან ცუდი შედეგები ძალიან იმოქმედა რუსულმა მმართველობამ ჩვენზე, რუსულმა цаრისტულმა იმპერიულმა მმართველობამ, საბჭოურმა მმართველობამ ხო საერთოდ ჩვენ ჩაგვიდო გმირებისა და რაღაცა გმირების და პიროვნებების გაჰეროიკულება, განდიდების მანია კონკრეტული პიროვნებების და ეს ბელადომანიის იდეაა ფაქტობრივად, რომ ვიღაცა ბელადით და ლიდერით მართვა გამგებლობა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის მოწყობა მთელი სისტემა იყო ამაზე აგებული და ამაზე იყო მთლიანად ჩამოყალიბებული და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ რატო არ იქნებოდა საინტერესო საბჭოთა კავშირში შექმნილიყო აი ეგ იდეა, რომ პეტრე პირველი ქართველი იყო. ეს რას აკეთებს პირველ რიგში, რომ პეტრე პირველის ქართველობა დადასტურდეს თუნდაც წყაროებით. აბა, ლოგიკური პასუხი რა აქვს? პირველ რიგში ამბობს იმას, რომ პეტრე პირველი თუ ქართველია, ნახე რა ახლოს ყოფილვარ ჩვენ ეთნიკურად, კულტურულად გადაჯაჭვულები ერთმანეთთან, წარმომავლობით, რუსები და ქართველები და ბევრი ასეთი მსგავსი მაგალითი არსებობს და რასაკვირველია, ქართველები რუსების კარზე მსახურობდნენ, განა არ ვამბობ, რომ არ შეიძლება, მაგრამ ის რომ მე აი სადმე წამეკითხა წყაროთი, რომ პეტრე პირველი დადასტურებულია ეს ინფორმაცია, მსგავსი რაღაც მე ყოველ შემთხვევაში როგორც ისტორიკოს არ შემხვედრია და შესაბამისად იგი მთლიანად ალექსი მიხაილოვიჩის შვილი იყო, ეკუთვნის რომანოვების დინასტიას, რომანოვების დინასტიის მეორე ტახტის მფლობელია და მას რომ რაიმე სახის ესე ვთქვათ, გენეალოგიური კავშირი ქონოდა საქართველოსთან, ჩემი აზრით არის მხოლოდ საბჭოთა მენტალობაში, საბჭოთა კავშირში და საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული კიდევ ერთი მდარე განდიდებული, აი როგორც დიდგორის ბრძოლის ციფრები არის გაზვიადებული და გაბერილი, იმიტომ რომ ჩვენი შინაგანი ეგო კიდევ უფრო ამაღლდეს და ვაიმე ნახე 56,000-მა თურმე 800,000 და 300,000 და 600,000 და 500,000 თურქი დაამარცხა და რა მაგრები ვართ და მე რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ და ეხლა ეს სათვალე რომ ვიკეთი, რაღაცა ესეთი ის იქმნება უფრო რა. ხო, სხვათა შორის ძალიან დამისვენა თვალებმა და მე ვფიქრობ, რომ ამ სათვალეს აწი სულ გავაკეთებ. ანუ მიხვდით ხო იდეა რა არის? ნებისმიერი მსგავსი ეთნოსის განმადიდებელი ასე ვთქვათ ფაქტი, რომელიც არაფრიდან მოსულია. თქვენი აზრით, აი ეს ფაქტი თვითონ რომ იყოს ასეთი ცხადი. თქვენ სიკში არ ჩაგიწერდნენ ამას? ხო? წერენ რასაკვირველია დავითზე ბევრი წყარო ადასტურებს, რომ ამდენი ჯარისკაცი იყო, მე არ ვამბობ, რომ უარყოთ ის წყაროები, მაგრამ აი უახლესი კვლევები, თუ ჩვენ გვინდა რომ თანამედროვეობას ხელი აუწყოთ და ხელი შეუწყოთ, უახლესი კვლევები ამბობენ, რომ ამდენი ჯარისკაცის თუნდაც იქ ყოფნა შეუძლებელია. და ბევრი ახლა აღარ ჩავყვები ამ თემაზე, არ მინდა განხილვა და ანალიზი, მაგრამ ზოგადად ეს იდეა მინდა რომ გავიაზროთ რა არის. ეს არის საბჭოთა პროპაგანდისტული მიდგომა, რომ ხდებოდა კონკრეტული ფაქტების გაზვიადება, შეჭრა, შემოჭრა, ისე რომ კონკრეტული ჯგუფები, ასე ვთქვათ, ჯგუფების ინტერესები წინ წაწეულიყო და ეს ყველაფერი რასაკვირველია პეტრესთანაც მიმართებაში რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ ახლა პეტრე ძალიან ისეთი გამორჩეული მართველი იყო რუსეთში, გასაკვირი არ იქნება არაფერი. ასე რომ ამ საკითხს ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდეთ, მე დეტალებს მე ჩავყვეთ. რაც შეეხება სეფიანთა ირანს, სეფიანთა ირანი ფაქტობრივად 1501-დან 1510-იან წლებამდე ყალიბდება. ეს არის თქვენთვის კარგად ცნობილი მესამე დინასტია, რომელიც უნდა ახლა შევისწავლოთ. პირველი დინასტია ვისწავლეთ აქემენიდური ირანი, რომელიც 558-19 წლებში ჩამოყალიბდა და კიროს მეორე გახდათ დინასტიის დამაარსებელი. 330 წლამდე დარიოს მესამეა ბოლო მეფე. მეორე დინასტია ისწავლეთ ირანთან მიმართებაში სასანიდური ირანი,
რომელიც არის ამ შემთხვევაში 226 ან 228 წლებში ჩამოყალიბებული სახელმწიფო იმპერია და იგი ფაქტობრივად არსებობდა 228-დან 650 წლამდე და მესამე იმპერიული სახელმწიფო, რომელიც ახლა ირანის დონეზე უნდა ვისწავლოთ კიდევ, ისევ არის სეფიანთა ირანი და სეფიანთა ირანი არის ასევე ამ ასე ერთ-ერთი ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელიც თითქმის იგივე ტერიტორიაზე არსებობდა, რომლებიც ძველი სახელმწიფოები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ეს დინასტია იყო მე-13-მე-14 საუკუნეებში ჩამოყალიბებული და ზოგადად მე-13-მე-14 საუკუნეებში ირანი განიცდიდა ძალიან ძლიერ შემოსევას, მონღოლების შემოსვლას და ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმასაც, რომ ირანი უკვე ამ პერიოდში და ირანის ტერიტორია ზოგადად არის ძალიან ბევრჯერ აოხრებული სხვადასხვა დამპყრობლების მიერ, მათ შორის ახლა სელჩუკები რომ შემოვიდნენ, მათ თავიანთ ყაიდაზე მოაწყეს, მერე მონღოლები შემოვიდნენ და მათ თავიანთ ყაიდაზე მოაწყეს და მერე საერთოდ თემურლენგი ლაშქრობების შედეგად ხო საერთოდ მოხდა აი ამ ტერიტორიების სრული რაღაცა დაცლა ყველანაირი სასარგებლო რაღაც თვისებებისგან და შესაბამისად ტემურიდების და თემურიდების დინასტიის შემდეგ ადგილობრივი თურქული დინასტიები, კერძოდ ეს არის თქვენთვის კარგად ცნობილი ორი დინასტია, ყარაყოინლუ და აღყოინლუ, რომლებიც მერე გიორგი მერვესთან, კონსტანტინესთან განსაკუთრებით იბრძოდნენ საქართველოს დაშლის პერიოდში. ირანი ვერ ახერხებს აი ამ პერიოდში ცენტრალიზებული მმართველობის შექმნას, მოსახლეობა ძირითადად არის კრიზისში და უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს და ფაქტობრივად რაღაც აი იქმნება ეგრეთ წოდებული კრიზისი რაღაც ფერტილურ ნიადაგზე ახალი ძლიერი ძალის წარმოსაჩენად, რომელიც ალბათ უნდა შეიქმნას და გაძლიერდეს. და ეს ძალა უკვე ყალიბდება და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ზოგადად სეფიანთა ირანზე, სუფიურ ორდენს, რომელიც წარმოიშვა მე-13 საუკუნის მიწურულს ქალაქ არდებილში. არდებილი იცით რომ თამარმა 1209 წლებში სავარაუდოდ დაიმორჩილა, ერთ-ერთი ყველაზე შორეული პროვინცია იყო, სადაც საქართველო იმპერიულად გაძლიერდა და წავიდა. და ეს ქალაქ არდებილში ჩამოყალიბებული სუფიური ორდენი, რომლის დამფუძნებელი იყო შეიხი საფი ad-დინ არდაბილი, აი მან შექმნა პირველად და თავდაპირველად ორდენი იყო რაღაცა ესე სუნიტური, მაგრამ მე-14-მე-15 საუკუნეში ჩამოყალიბდა როგორც უკვე მე-15 საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა როგორც უკვე შიიზმის მხარეზე მყოფი სახელმწიფო. შიიტები იყვნენ ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფები, რომლებიც სუნიტებს ებრძოდნენ. მოგეხსენებათ, ისლამი თავის მხრივ იყო ორ ნაწილად გაყოფილი და სეფიანთა ორდენს სწორედ ეს რაღაცა ღვთიური წარმომავლობა აკავშირებდა და ისინი თავს ასე ვთქვათ აიგივებდნენ იმამი ალის, ეს არის 4 მართლმორწმუნე ხალიფადან ერთ-ერთი ხალიფა ალიზე მაქვს საუბარი და ფატიმას შთამომავლად და რაც ფაქტობრივად უსვამდა ხაზს მათ ლეგიტიმაციას, ლეგიტიმურობას და შესაბამისად 1501 წელს შეიქმნა უკვე ისეთი იმპერიული სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სეფიანთა ირანს და ამ სეფიანთა ირანის სახელმწიფოში კიდევ ერთი ძლევამოსილი ბირთვი არის წითელთავიანთა, იგივე ყიზილბაშთა საზოგადოება. ვინ არიან ზოგადად ყიზილბაშები თუ გსმენიათ? ირანელები. ხო, თვითონ ყიზილბაში ნიშნავს წითელ თავას. ბაში არის თავი და წითელთავიანი და ისინი არიან სეფიანთა იმის რა ქვია ორდენის, სეფიანთა ტომების ორდენის ერთ-ერთი მომხრე თურქული ტომი, რომლებიც ატარებენ თამაშენებელ. ჩაგები ჩამოასახა, ხო, ვაიმე. ყიზილბაშები არის. ყიზილბაშები ამერი.
თურქული ტომები იყვნენ ეს ყიზილბაშები, სეფიანთა ორდენის მომხრე თურქული ტომები, იმიტომ რომ სეფიანთა ორდენი ხო სუფიები, სუფიზმიდან წამოსული საზოგადოება იყო და ესენი ატარებდნენ წითელ თავსახოს 12 იმამის სიმბოლოთი, ეს 12 იმამი მოგეხსენებათ შიიტების თავარი მე-13 იმამი დაკარგულია და მეორედ მოსვლის გავსი იდეა, რომ მე-13 იმამი რომ მოვა, მერე იწყება განკითხვის დღე. ეს არის იქაც შიიტურ მიმდინარეობაში. ასე რომ ყიზილბაშური ტომები ძალიან მნიშვნელოვან ბირთვს წარმოადგენდნენ სეფიანთა სახელმწიფოში, უზუნ ჰასან ყუნლი ან ქუნლი, რომელიც ან რუმლი, ან რა ვიცი, დავლანი, ან უშაგი, ან აფშარი და სხვები, მოკლედ, რომლებიც არიან აი ამ ტომების ბირთვი და ისინი მსახურობდნენ როგორც მაშინ რა ქვია, სამხედრო ელიტარულ ნაწილში, ჯარის და იყვნენ ხელისუფლების საყრდენი და აი თქვენ ხედავთ აქ როგორ გამოიყურებიან ეს ყიზილბაშები და მათი რეალური პარტნიორი და პოლიტიკური ცენტრი იყო თვითონ ეს სუფიური ორდენი. და შესაბამისად ეს სუფიური ორდენი განსაკუთრებით ძლიერ დაწინაურდა, ნახეთ აი ქუდზე 12 იმამის სიმბოლო როგორ არის გამოსახული. და ეს ისმაილ პირველი იყო ადამიანი, რომელიც 1487 წელს დაიბადა, სეფიანთა ორდენის წინამძღოლი შეიხ ჰეიდარის ვაჟი გახლდათ და მისი მოღვაწეობა მთლიანად ზოგადად მამამისი, რა ქვია, ისრაილის ჰეიდარი და ბაბუამისი სახელი დამავიწყდა მგონი ჯუნეიდი თუ რაღაც ეგეთი აღარ მახსოვს. ეს მამამისი და ბაბუამისი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ზოგადად ბრძოლებში, განსაკუთრებით აყოინლუს წინააღმდეგ და ამ ყველაფერმა ორდენის მიმართ შეცვალა და ესეთი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება უფრო გააღრმავა და 1499 წლებში ფაქტობრივად ისმაილი თავშესაფარს იღებს გილანის პროვინციაში და შემდგომ იწყებს მომზადებას ძალაუფლების მისაღებად გილანიდან. ეს არის პროვინცია. და რაღაცნაირად ისმაილი მოახერხებს უკვე გილანის პროვინციიდან 1501 წლებში, რომ აქტიურად ჩაერთოს აი ამ ყიზილბაშური ლაშქრით ირანის ტახტზე ასვლის ბრძოლაში, მოკლედ, და 1501 წელს ეს წიგნში არ გიწერიათ და შეგიძლიათ ჩაიწეროთ შარურის ბრძოლაში ყიზილბაშთა ლაშქრით აყოინლუს მმართველი დაამარცხა ელვანისი მიერ და ელვანისის დამარცხების შემდეგ ფაქტობრივად ელვანისი იყო ის ალვანბეგი დაამარცხა, ბოდიშით. აყოინლუს მმართველი იყო ელვანისი და ალვანბეგი მათ შორის, რომელიც დაამარცხა 1501 წელს შაურის ბრძოლაში და 1501 წლის ივლისში უკვე თავრისში შევიდა და აი ამ ბრძოლის შემდეგ ეკურთხა შაჰად. ანუ შაურის ბრძოლაში ებრძვის აყოინლუს. და აქ არის უკვე თავრისი. ოვი, ვინ იყო, ვერ გავიგე. ვინ? ეს აყოინლუ. აყოინლუ არის ორი თურქული თემურიდების დინასტიის შემდგომ ჩამოყალიბებული აყოინლუ და ყარაყოინლუ. ორი ტომი. თემურიანთა, ანუ კოჭლი თემურის სახელმწიფო რო დაიშალა, ეს ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა და მერე ესენი იყვნენ და მერე ამ სახელმწიფოს ებრძვის სეფიანთა სუფიური ეს ორდენი ყიზილბაშური თურქული მოდგმის ტომით ისმაილის სათავეში უდგას და შარულის ბრძოლაში აყოინლუს მმართველ ელვანის მიერ ალვანბეგის დამარცხება გახდება ფაქტობრივად თავრისში შესვლის ერთ-ერთი წინაპირობა და რეალური დაბადების ასე ვთქვათ თარიღი აი ამ სეფიანთა სახელმწიფოსი არის 1501 წელი.
შაჰ ისმაილმა თავრისში უკვე გამოაცხადა დედაქალაქად 12 იმამი ანუ შიიტური წამსი გახადა სეფიანთა სახელმწიფოს თავარ რელიგიად და აქ იყო ერთი საინტერესო დეტალი, აი თავრიზი ნახეთ ასე გამოიყურება. ერთი საინტერესო დეტალი ის იყო, რომ რისკები რაც ზოგადად თავრისში არსებობდა, იყო ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იყო სუნიტი. მოსახლეობის უმრავლესობა. და ეხლა წარმოიდგინეთ, მოსახლეობის უმრავლესობა თუ სუნიტია უკვე. რა რეფორმები მინიმუმ და გაეტარებინა, რომ ეს შიიტურ საზოგადოებად ექცია და თან შიიზმი წინააღმდეგობაში მოდიოდა ვისთან? ვინ არის უკვე ამ პერიოდში დასავლეთში? როგორ ვინ არის დასავლეთის ფლობელი და ანატოლიაში? ვინ ჩამოყალიბდა? ოსმალეთი, რასაკვირველია, ანუ ერთი რო თვითონ მოსახლეობა აღმოსავლეთში სუნიტურია უმრავლესობა და მეორე რო დასავლეთში ჩვენ გვყავს ოსმალური სუნიტური სახელმწიფო. და ადრე განსაკუთრებით ფეოდალიზმის ეპოქაში, შუა საუკუნეებში ყველა ძალიან აქტუალურია და აქტუალური იყო აი ამ ორი რელიგიურ ნიადაგზე სახელმწიფოს წინააღმდეგ კონფლიქტის დაწყება. ეს იყო ძალიან აქტუალური. შესაბამისად, აი ამ დაპირისპირებებმა განსაკუთრებით ამ ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ სულ სხვა ასე ვთქვათ დონეზე გადაიყვანა ეს ორი სახელმწიფო აგრესიულ ნიადაგზე. უფრო დიდ დაპირისპირებაში ჩაეფლნენ და ეს რელიგიური ასე ვთქვათ ნიადაგზე ომები გაგრძელდა თითქმის რა ვიცი მთელი 3 საუკუნე დაახლოებით და შესაბამისად ოსმალეთმა დაიწყო შეიხებისა და მუფთების ჩამოყვანა ლიბანის შიიტური რეგიონიდან, რათა შეექმნა შიიტური თეოლოგიური ინსტიტუტი და შაჰ ისმაილის აი ესეთი მიზანმიმართული რელიგიური პროვოკაციას რასაკვირველია არ პასუხობს ოსმალეთი და შედეგად ჩნდება შიიტური რელიგიური ელიტა, რომელმაც შეძლო შიიზმის ინსტიტუციონალიზაცია. ხო? ანუ ეს ინსტიტუციურ დონიდან საკონსტიტუციური თვალსაზრისით რო განვიხილოთ, შიიზმი გახადა ყველაზე ესეთი მთავარი იმ უმრავლეს სუნიტურ რელიგიაშიც მიუხედავად. ამიტომ აი ამ რეფორმება რაც გაატარა თვითონ ისმაილ პირველმა ძალიან დიდ და ძლიერ სახელმწიფოს ჩაუყარა სათავეში, რომელსაც ყიზილბაშთან მხარდაჭერა მქონდა თან თურქული მოდგმის ყიზილბაშური ტომები და შაჰ ისმაილი ჯერ კიდევ არ იყო აბსოლუტური მონარქი, როცა ყიზილბაშთა ტომები მასგან საერთოდ დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და შესაბამისად შაჰის თავარი მიზანი იყო, რომ შეექმნა ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სახელმწიფო, ჩამოეყალიბებინა და ეს რაც ყველაზე მთავარია მისი მემკვიდრეების, განსაკუთრებით შაჰ თამაზის და აბას პირველის მმართველობის პერიოდში ხო საერთოდ ძალიან გაუადვილდათ მათ აი ამ სისტემას უფრო ძლიერი სისტემა გაეხადათ და დაეფუძნებინათ და ამ დროს ოსმალეთი შაჰის შიიზმისგან გამოწვეული შიშით და რაღაცა ეს პროვოკაციული შემაშფოთებელი ქმედებებით, რასაც თუნდაც ლიბანის რეგიონიდან ჩამოყვანილი შიიტური ელიტარული ჯარის ელიტარული ქვედანაყოფის შიიტური წამსის მუხთების ჩამოყვანა იყო, ხო? ძალიან ისეთ უყურებს, აი ეს განსაკუთრებით ის რა ქვია, სელიმ პირველი და სულთანი სელიმი პირველი, რომელსაც ეწოდა იავუზი, შეუერთდა შიიტთა წინააღმდეგ ქრისტიანულ რიტორიკასაც, იმიტომ რომ შიიტები ძალიან მომძლავრდნენ ახლო აღმოსავლეთში და აი ეს კონფლიქტი სელიმ პირველის კონფლიქტი თქვენ უკვე ისწავლეთ ოსმალეთთან ირანთან მიმართებაში, ჩალდირანის ბრძოლაში სეფიანთა ირანი დამარცხდა, ხო? ოსმალეთს ყავდა არტილერია, აი აქ არ ვიცი ჩანს თუ არა ამ ილუსტრაციაზე. ხო, აი ნახეთ ზარბაზნები ყავდა და აი ამ არტილერიით დაამარცხა ფაქტობრივად და ყიზილბაშებს ეს შეტევა მთლიანად მოიგერია და ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩალდირანის ბრძოლის შემდეგ დაიკარგა თავრიზი, ანუ ამისი შედეგი იყო, რომ თავრიზი დროებით დაიკარგა დედაქალაქი
და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ უკვე სახელმწიფო შიიზმის, რომელიც თლიანად სუნიტური ფესვებიზე დაფუძნებული შიიტური სახელმწიფო, რომელიც მთლიანად გარდაიქმნა, სრულად გარდაიქმნა შიიტურ სახელმწიფოდ და აი ამ სახელმწიფომ გააერთიანა ძალიან ფრიად რაღაც ესეთი ფრაგმენტირებული ტერიტორიები, სადაც კონკრეტული ჯგუფები ცხოვრობდნენ და ამ ყველაფერს მე შემდგომ საუკუნეებში მოხდა განმტკიცება და სეფიანთა მიერ ჩამოყალიბებული ესეთი რელიგიური, პოლიტიკური წყობა, რომელიც ფაქტობრივად დარჩა დინასტიური ცვლილებების მიღმა, იმიტომ რომ შიიზმი დარჩა სახელმწიფოს თავარ იდეოლოგიურ ნაწილად ამ სახელმწიფოს სეფიანთა იმპერიისა, ხო? და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ თამაზ პირველისა და აბას პირველის მმართველობის შემდეგ სრულიად სხვა ტიპის იმპერია შეიქმნა. აი ამ მოკლე მონაკვეთიდან რამე კითხვა ხო არ გაქვთ? არა. ხო. ეხლა განვაგრძოთ აი შემდგომი ნაწილი. აი აქ უკვე ჩვენ შაჰ თამაზის მმართველობის პირობებში განსაკუთრებით ირანმა იმდეს მიაღწია, რომელიც შაჰ თამაზი 1524 წელს ავიდა ტახტზე, 1576 წლამდე მართავდა, 52 წელი ფაქტობრივად ისტორიაში სეფიანთა იმპერიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ასე ვთქვათ მმართველი იყო და 10 წლის იყო როცა ტახტზე ავიდა, შაჰ ისმაილის ვაჟი იყო და ხელისუფლებაში რასაკვირველია ისევ დომინირებდნენ ყიზილბაშები, რომლებიც მრავალი წელი ფაქტობრივად ქმნიან ამ სახელმწიფოს როგორც ასეთი და შაჰ თამაზმა თანდათანობით შეძლო ავტორიტეტის მოპოვება, გააძლიერა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ზეწოლა ოსმალეთზე და 1555 წლისთვის აი ესეთი შედეგი მივიღეთ. გაფორმდა ზავი. კერძოდ ოსმალეთმა დათმო ერაყი და ირანის გავლენის შენარჩუნებას აღმოსავლეთ კავკასიაში ფაქტობრივად საქართველოც ემსხვერპლა ამ მთლიან გავლენას და თქვენ ხედავთ აღმოსავლეთ საქართველო უკვე რომ გადაცემულია სეფიანთა ირანს და დასავლეთ საქართველო არის გადაცემული უშუალოდ იმას რა ქვია ოსმალეთს, ხო ეს ნაწილი. სამხედრო ლაშქრობებს აწყობდა თამაზი ძალიან ბევრს, აი მაგალითად თბილისი დაიპყრო, ერთ-ერთი რთულად ასაღები ციხე, ძალიან ბევრი ქართველი წაიყვანა თამაზმა დროს, მის დროს იწყება ყიზილბაშობა. ამაზე ცოტა მერე ვისაუბრებთ, ჩვენ საქართველოს კონტექსტს რომ განვიხილავთ უკვე და ძალიან ბევრი თავადაზნაურობა წაიყვანა, გადაასახლა ქართველები ირანში, ტალიში კერძოდ და მაზანდარაში და განსაკუთრებით არის ცნობილი ლევან პირველი და ალექსანდრე მეორის დროინდელი ეგრეთ წოდებული შუალედური კონტაქტები, რომ ზოგიერთი ქართველი მეფე მიუხედავად იმისა, რომ ირანი ასეთ დღეში გვაგდება, მაინც შეზღუდული ურთიერთობა, ავტონომია გქონდა კახელებსთან. და ეს კახელები რა ვიცი, ესეთი ხალხი იყო, მე მგონი, ქართლი რო თავს იკლავდა და სახეს იხევდა, რომ ოღონდ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა და ლუარსაბი მოკლედ არ გაჩერებულა სიმონ პირველზე არაფერს აღარ ვიტყვი. ესენი ადგენენ და ამათ დაიწყე შუალედური კონტაქტები, იქეთ რუსეთიო, აბა აქეთ ისაო, ირანიო და მოკლედ ხაშლაბას არ აციებდნენ რა, უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან კონფორმისტი საზოგადოება. მადლობა, კახეთში კი დავიბადე, მაგრამ გურიიდან ვარ ისე წარმოშობით. ყოველ შემთხვევაში ძალიან ისეთი პასპორტიდან ვარ. ხო, ესაა. და გურული გვარი ვარ. ხო, ასე რომ ლევან პირველი და ალექსანდრე ამ მეორე ძალიან ჩართულები იყვნენ თამაზ პირველის დროს და თამაზ პირველის დროს განსაკუთრებით კულტურა და ხელოვნება აღორძინდა, მხატვრობა, კალიგრაფია, მუსიკა, ლიტერატურა ძალიან ბევრი და ისფაჰანი გახდა ცენტრი ერთ-ერთი მისი მმართველობის დროს და ისფაჰანი კულტურული, არქიტექტურული ბრწყინვალების ხანაში შევიდა და მოვიდა მერე არ ვიცი ვინ მოვიდა, ეს ჯობდა არ მოსულიყო, მაგრამ კი მოვიდა. შაჰ აბასი, აბას პირველი დიდი. სეფიანთა ირანის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი 1587 ან 88
1629 წლებში სეფიანთა ირანის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი, რომელიც ტახტზე ავიდა ძალიან რთულ პერიოდში, 16 წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და მის დროს ოსმალეთთან და იმათთან, რა ქვია, უზბეკებთან ერთდროულად იბრძოდა ირანი. და თავიდან მმართველობდა ყიზილბაშთა მმართველი, ასე ვთქვათ, მურშიდ ყული ხანი იყო ერთ-ერთი ასეთი ტიპი, რომელიც სანამ უშუალოდ აქტიურად ჩაერთვებოდა, ის მართავდა და მე უკვე აბას პირველმა დაიწყო აი ესეთი საოცარი გარდაქმნების პერიოდი. ცენტრალიზაცია განამ დაიწყო, ცენტრალიზაციული ცენტრის ჩამოყალიბება დაიწყო. შეძლო სამხედრო რეფორმების შედეგად და ჯარში ყიზილბაშები თანდათანობით კავკასიელებით ჩაანაცვლა და გასაგებია მე მგონი რატოც გაძლიერდა და საფუძველი ჩაუყარა რელიგიურ არმიას, შეიქმნა არტილერისტთა კორპუსი, რაც აქამდე ირანს არ ჰყოლია ისეთი დონის, როგორც ოსმალეთს ყავდა და ოსმალეთმა მოგეხსენება ჩალდირანის ბრძოლაში სწორედ აი ამ აზერბაიჯანების გამო დაამარცხა, შეიქმნა ღოლამების საჯარისო დანაყოფი და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ამ ღოლამეს, პირადი გვარდია იყო ფაქტობრივად და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით სწორედ მან შეძლო ოსმალების დამარცხება და ერაყი და ბაღდადი და განსაკუთრებით საქართველოს სომხეთი, აზერბაიჯანი, რომ მთლიანად მის ფლობელობაში გადავიდა და 1619 წელს საერთოდ ზავიც კი გააფორმა და ამ ზავის შედეგად მთლიანად გადავიდა ეს ტერიტორია, რომელიც მთლიანად მოიცავდა აღმოსავლეთ ნაწილს ირანის შემადგენლობაში, რაც მანამდე არ იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რაც გააკეთა არის ის, რომ შაჰ-აბასმა არმიის რეკრუტირებისთვის, გაწვრთნისა და რეფორმირებისთვის ჩამოიყვანა ინგლისელი ძმები საქართველოში მოიწვია ენტონი და რობერტ შერლები და ამათ თავის მხრივ დიდი როლი ითამაშეს, რომ ფლოტიც გაეძლიერებინათ, დიდი წვლილი მიუძღვის სამხედრო საქმიანობისთვის აქ ასევე კავკასიური ქართული წარმომავლობის მქონე ადამიანს ალავერდი ხან უნდილაძეს, რომელიც იყო ყველაზე გავლენიანი ადამიანი ქართველი ირანის ამ აბას პირველის მმართველობის დროს და ასევე შეიძლება ითქვას, რომ ოსმალეთთან ძალიან ისეთი წარმატებები ჰქონდა შაჰ-აბას 1603 წელს 30 წელზე დიდხანს გაგრძელდა ახალი ომი, რომელიც ამასიის ზავის შემდგომ დაიწყო და 1629 წელს 39 წელს ზოჰაბის ზავით ფაქტობრივად იგივე გამეორდა, რაც ამასიის ზავი იყო, თუ სწორად მახსოვს ეს ზოჰაბის ზავი იყო 1639 წელს და ასე ამგვარად ირანი ძლიერდება, მათ ასევე შეძლეს ბაჰრეინიდან პორტუგალიელების გაყრა განდევნა და ჰორმუზდიდან 1622 წელს საბოლოო ჯამში და ჩვენ უკვე მივიღეთ ის, რომ შაჰ აბასი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძლევამოსილი მმართველი. საქართველოში ამ კუთხითაც არ დააკლო, საქართველოს კონტექსტს მერე განვიხილავ, როცა საქართველოს ახსნი, მაგრამ მოკლედ რო გითხრათ, 1614-1617 წლებში შემოვიდა კახეთში მამუკა მირზას აჯანყების ჩახშობის საბაბით და ასობით 1000 ქართველი აიძულა ფერეიდანში, მაზანდარასა და ხორასანში გადასახლებული იყო, მათ შორის ერთ-ერთი ციფრი, როგორც ივანე ჯავახიშვილი ასახელებს, ეს არის 300,000 კახელი გადაასახლა და ეწევა იმ ხაშლავებმა უწიეს ამათ ცოდებმა და გადაასახლეს მოკლედ. ხო, ძალიან ბევრი დიდი და რაოდენობა იყო მოკლედ, რაც ქართლი იბრძოდა პრინციპში კახეთი ხო არ ეხმარებოდა და აქაც იგივე მოხდა, კახეთი ცალკე იყო გამოყოფილი და ეს შირაზი, ისფაჰანი, ფერეიდანი მთლიანად ქართველები დღემდე არის, ხო, მოგეხსენებათ ფერეიდანში ქართული ოჯახები წარმოვალობით გვარით დარჩენილი. დასავლეთ საქართველო, დასავლეთი და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ აზია ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილად და გამორჩეულ რეგიონად აქცია შეიძლება ითქვას სეფიანთა ირანის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლებმა და დედაქალაქი ისფაჰანი გახადა ნახევარი მსოფლიოს ცენტრი ფაქტობრივად. აბრეშუმი, მინა, რა ვიცი, ყველაფერი ნაჭერი, აქ ყველაფერი გადიოდა, ძვირფასი ქსოვილები, ვენეციური, ჰოლანდიური, ინგლისური ელჩები, ინგლისელი ელჩები ჩამოდიოდნენ და ჰქონდათ ერთი მოკლედ ბაირამი. და მისი მემკვიდრეობა
აბასმა ძალიან ძლიერი სახელმწიფო შექმნა, ცენტრალიზებული, რაც ყველაზე მთავარია, მის დროს უკვე მის შემდეგ უკვე მოდის აბას მეორე და ამ შემთხვევაში აბას მეორის მმართველობისას და უფრო ზუსტად რომ მივყვეთ სეფი პირველი და ამ შემთხვევაში აბას მეორე განსაკუთრებით კიდევ უფრო აძლიერებენ და სეფი პირველის მმართველობა, რომელიც უკვე შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ 1600-ს სანამ აბას მეორე მოვიდო და 1629-1642 წლებში და ამაზე წიგნში არ გიწერიათ და შეგიძლიათ ესეც ჩაიწეროთ. აბას პირველი შვილი იყო სეფი პირველი. და მისი მმართველობა მისი სიკვდილის შემდეგ, აბასის სიკვდილის შემდეგ რაღაცა ტრადიციულად გაგრძელდა. სახელმწიფო ძალიან ძლიერი იყო ჯერ კიდევ მისი მმართველობის დასაწყისში, მაგრამ როგორც ჩანს, სეფი პირველი თავიდან ახერხებს ხოლმე და მე სახელმწიფო მართვის უნარი დიდად არ გამოირჩეოდა და ეს ჩამოყალიბებული აბასის მიერ ჩამოშორებული უпростоრად ყიზილბაშთა ტომები ისევ გააქტიურდნენ სეფი პირველის მმართველობისას. სახელმწიფო აპარატში იწყება კორუფცია, არაეფექტიანი მართვა და 1639 წელს დაიდო ზავი, ხო, ის ზოჰაბის ზავი არ იყო, ეს იყო ქასრი შირინის ზავი ოსმალეთთან და ეს ზავი განმარტავდა იმას, რომ ირანი და ოსმალეთი ისევ იყოფდნენ ნაწილს, აღმოსავლეთ საქართველო დარჩა ირანს და დასავლეთი ოსმალეთს. ქასრი შირინის ზავი. ეს არის ამასიის ზავის გამეორება დაახლოებით. მაგრამ რაც შეეხება აბასმა, აბას მეორემ, რომელიც უკვე სეფი პირველის შემდეგ მოვიდა, ძალიან გააძლიერა ქვეყანა, ფაქტობრივად განათლებული მმართველი იყო. ძალიან ბავშვობაში ავიდა ტახტზე და განაგრძო მამის მიერ დაწყებული ის საქმე, რასაც დინასტიური პოლიტიკა ერქვა და უფრო მოქნილი რაღაცა პოლიტიკა დაიწყო, ეკონომიკა, კულტურა მის დროს ბევრად უფრო განვითარდა, სპარსული აბრეშუმი უფრო მეტი გადიოდა ქვეყნიდან და საქართველოსთან ურთიერთობა კვლავ მაღალ დონეზე იყო ასული, ქართველთა ჩართულობა სახელმწიფო საქმეში მაღალ დონეზე იყო, უნივერსალური ჯარი შექმნილი იყო ყველა დაპყრობილი ერიდან და შეიძლება ითქვას, რომ აბას მეორის მმართველობისას ძალიან გაძლიერდა. აბას მეორის შემდეგ ტახტზე მოვიდა სულეიმან პირველი, რომელიც 1666-დან 1694 წლამდე მართავდა. გონი ამაზეც არ გაქვთ და პირველი მმართველი იყო, იმპერიის სტაგნაცია რომ დაიწყო და იზოლაციაში მოექცა, საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა ფაქტობრივად. და შეიძლება ითქვას, რომ სულეიმან პირველის მმართველობის დროს დასუსტდა ირანი. საერთაშორისო იზოლაცია. ამაში სულთანი სულეიმან პირველი არის. ხო, ერთი და იგივე სახელი ქვია. მერე შემდგომი იყო სულეიმან ჰუსეინი. მაგრამ ესენი არ გაქვს ტიქში, უბრალოდ მივყვეთ და ძალიან მოკლედ განვიხილავ. სულეიმან ჰუსეინი, რომელიც არის ეს ხო სუსტი იყო სულეიმან პირველი და ეს იყო უკიდურესად სუსტი მმართველი, ექსტრემალურად რაღაცა ესეთი აი როგორ გადავარდნილი მორწმუნე რა, დოგმატიკური შიიტი, გაქანებული ექსტრემისტი, რადიკალი, რომელიც სახელმწიფოს ფაქტობრივად სასულიერო პირები მართავდნენ. აღარც მეფე ერქვა, აღარც შაჰი ერქვა ამას და დაიწყო ყველგან მთელ პროვინციებში აჯანყებები დაიწყო, ავღანელთა აჯანყებები დაიწყო მათ შორის და 1722 წელს იმდენი მოახერხა ამ სულეიმან ჰუსეინმა, რომელიც მოღვაწეობდა 1694 წლიდან 1722 წლამდე, რომ ავღანელებმა აიღეს, ალყა შემოარტყეს ისფაჰანს და აიღეს დედაქალაქი.
ხო. შესაბამისად, სულთან შაჰ სულეიმან ჰუსეინი იყო ალბათ რაღაცა სასირცხვილო ფურცელი ირანის ისტორიაში და ტახტზე უარს ამბობს, ეხა სხვა რა გზაგდა და ქალაქი აღარ ქონდა და ყველანაირი ცუდი რაც კი იყო მოხდა და მერე მოვიდა მართლა, აი სიტყვას რო ამართლებს ნადირ შაჰ მეზიზღება ვერ ვიტან ამ კაცს აფშარი ამ ადამიანმა ჩვენ ხო გაგვაუბედურა თავისი ქვეყანა 1729 წლიდან ფაქტობრივად დაამარცხა ავღანელების დამარცხების შედეგად დაიწყო ისევ ცენტრალიზაცია სახელმწიფოსი და შეიძლება ითქვას, რომ სეფიანთა ტერიტორია აღადგინა და აბას მესამის შემდეგ, აბას მესამის მმართველობისას ახალი დინასტია დაარსდა 1736 წელს ნადირ შაჰი იყო სეფიანთა ირანის ბოლო მმართველი და ნადირ შაჰი სეფიანთა ბოდიშით ბოლო კი არ იყო აბას მესამეს აიძულებს რომ ტახტი დატოვოს აბას მესამეს შიდა არეულობის ფონზე ნადირი აფშართა დინასტიას დაუდებს სათავეს და ახალი დინასტია მოვიდა სათავეში, ესენი არიან აფშართა დინასტია, რომლებიც ამ შემთხვევაში 1736 წლიდან უკვე ირანს მართავენ. და მერე მოდის ყაჯართა დინასტია უკვე და აღა მაჰმად ხანი იყო ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი უშუალოდ. საბოლოო ჯამში ნადირ შაჰი 1757 წელს მოკლეს, ირანი ისევ დაიშალა და შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელმწიფო ესეთი იმით აგრძელებს მერე მსვლელობას ასეთ არეულობაში და ქაოსში სულ 1756 წელი და ამით დავასრულოთ მოკლედ მეტი აღარ გინდათ. ოკეი, კითხვები გაქვთ რამე? არა მას. ხო, მაშინ ეს გაკვეთილი დაამუშავეთ, ერთი იქნება ეს და ძალიან გთხოვთ, აი ესენი რაც გამოუკვეთე დეტალები ისწავლეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს დეტალები, იმიტომ რაღაცნაირად ამოვარდნილად გიწერიათ თითქოს თქვენს წიგნში ეს გაკვეთილი და დიახ. ახალ წიგნში მასე წერია? ახალ წიგნში მგონი საერთოდ არ აქვს საფიანთა ირანი. გააქვთ მხოლოდ ახალ წიგნში უფრო ცოტა წერია მგონი, აი უნდა გადავამოწო, უბრალოდ აღარ მახსოვს. მანდ უფრო ცოტაა მგონი. ასე რომ ეს გაკვეთილი ძველიდან ისწავლეთ და აი ეს მე ვეცდები რომ დამატებით ის გამოგიგზავნოთ კიდე ნაწილი და შესაბამისად ეს იქედან დაამუშავოთ კიდე. ოკეი. თუ შემდეგი თუ კითხვები არა გაქვთ, ეხლა გადავიდეთ რუსეთზე. ვეცდები რომ ობიექტი თქვენ გიქნებათ 3 პარაგრაფი. 3 პარაგრაფი გიქნებათ. ვეცდები ობიექტური ვიყო რუსეთზე, როცა ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ ხან არ გამომივა, მაგრამ ვეცდები. ესე იგი ზოგადად რუსეთი არის ალბათ რა ვიცი. ყველაზე საძაგელი არ გამომდის ეს ობიექტურობა. ყველაზე საძაგელი სახელმწიფო მსოფლიოში. რაც კი შექმნილა რუსეთის ისტორია იწყება აღმოსავლეთ სლავებიდან და შესაბამისად
კიევის რუსეთი ჩამოყალიბდა როდის? ეს არის მე-9 საუკუნე და თქვენ ისწავლეთ, ხო? გაგახსენებთ იმას, რა ქვია? ინგები. ვიკინგები, ნორმანები, მათგან, ანუ მოხდა პირველად, როცა ისინი სკანდინავიიდან ჩამოსახლდნენ და დაიწყეს ევროპაში სხვადასხვა ტერიტორიებზე მიმოიფანტნენ, შეიძლება ითქვას, რომ 882 წელს მოხდა აი ამ კიევის რუსეთის დაარსება და ქრისტიანობის მიღება უკვე 988 წელს განსაკუთრებით ეს იყო უშუალოდ ვლადიმერ დიდის მმართველობის დროს და ეს ფეოდალური სირთულეები, რაც ზოგადად ახლდა აი ამ პერიოდს და ეს დაგსაქსულობა და დანაწევრება ამ პერიოდში განსაკუთრებულად გამოკვეთილი. ასე რომ კიევის რუსეთის ჩამოყალიბება დაკავშირებულია სწორედ აი ამ ვარიაგთა ტომთან. ერთი წუთით რაღაც მიწვევ მოსწავლეს. და შესაბამისად აი ეს სამი რიურიკი, სინეუსი და ტრიუერი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად ჩამოაყალიბეს და კიევის რუსეთიდან დღემდე შექმნეს ისეთი ფუძე, რომელიც საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპაში. რიურიკი ჩაუდგა კიევის რუსეთს სათავეში და სწორედ მან ჩაუყარა 862-869-დან იყო 879 წლამდე და სკანდინავიური წარმოშობის ეს ვარიაგი, ანუ ვიკინგი არსებს ნოვგოროდის სამთავროს და რიურიკოვიჩების ან რიურიკიდების, რაც თქვენ წიგნში მგონი რიურიკიდები წერია, მაგრამ ამას რიურიკოვიჩები ჯობია. დინასტია ჩამოაყალიბა, იგი იყო აი ამ რიურიკოვიჩების დინასტიის მფლობელი და მისი მმართველობისგან იწყება შეიძლება ითქვას ამ სახელმწიფოს გაძლიერება. ვოლგა, ბულგარეთი, მერე ხაზარეთი, ძველი სლავები, კიევის რუსეთი, აი აქედან ვიწყებთ ფაქტობრივად ამ ტერიტორიაზე რუსეთის ჩამოყალიბება როგორც იწყება. რუსეთის სამთავროები მერე იქმნება, ნოვგოროდის რესპუბლიკა დაწინაურდა, ვლადიმერის სამთავრო, მონღოლების შესვლა, რომლებიც ფაქტობრივად მე-14 საუკუნის მიწურულამდე იყვნენ, ლიტვის დიდი სამთავრო და მოსკოვის დიდი სამთავრო, რუსეთის სამეფო, რუსეთის იმპერია, დროებითი მთავრობა, საბჭოთა რუსეთი, საბჭოთა კავშირი და რუსეთის ავად სახსენებელი იმპერია. ფედერაცია დღეს რაც არსებობს და რა ვიცი, იმედია ამის იქეთ აღარ დაეწერება ლურჯად არაფერი. ასე რომ ზოგადად ჩვენ ვიწყებთ ახლა აქედან, სულთავიდან რა. ასე რომ პირველი რიურიკი იყო, მერე იყო ისა ვინ იყო მეორე? ვლადიმერამდეც კიდე იყო რიურიკის შემდეგ. რიურიკი, ოლეგი, ხო. რიურიკი, ოლეგ ჭკვიანი, რომელიც არის ნოვგოროდის კიევში ერთ-ერთი კიევის რუსეთის დამაარსებელი და შემდგომი არის იგორი, მერე არის ოლგა 945-64 და მერე არის სვიატოსლავი და მერე არის ვლადიმერი. აი ეს ვლადიმერ დიდი. 980. ხო, ანუ ფაქტობრივად აი ეს ქრონოლოგიური ხაზი მიყვება და მივიდივართ ვლადიმერამდე. ვლადიმირ დაიპყარ სამყარო. ეს ასე შეიძლება ვთარგმნოთ მისი სახელი და ვლადიმერ დიდმა შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო შექმნა. ქრისტიანული სახელმწიფო შექმნა რელიგიად გამოაცხადა 988 წელს ბიზანტიური წესით თან და ეს ნიშნავდა რას? თუ ბიზანტიური წესით ეკურთხები ქრისტიანობაზე, რას ნიშნავს? ალბათ თქვენი აზრით, რა იდეას გაუსვა ხაზი?
ბიზანტია რო დამარცხდა, ალბათ მისი შემდგომი როდის კაცო 988 წელს ბიზანტია ჯერ ცოცხალია. რატო ეკურთხა ბიზანტიური წესით ქრისტიანობა? აი ქრისტიანობა რატო მიიღო თქვენი აზრით ვლადიმერ დიდმა? მას ალბათ შემდგომ ბიზანტიის დახმარება რომ მიიღო. შეგახსენებთ უიმე არა კაცო. შეგახსენებთ რომ ეს არის ეპოქა 988 წელში ვართ მეგობრებო. მე-10 საუკუნეა. გაიხსნა, ეგ მიმოიხედეთ ახლა რა ხდება მსოფლიოში. რუსეთი გასაგებია. ნუ ბიზანტია მე-10 საუკუნეში ჯერ ბევრად უფრო საკმაოდ ძლიერია. ჯერ სელჩუკები არ შემოსულა, მანასკერტის ბრძოლა არ მოხდარა. ანატოლია არ დაუკარგავთ. ამ დროს ერთიანი საქართველოს მეფე არის ბაგრატ მესამე ჩვენს ქვეყანაში. ფეოდალური საქართველო იწყება. იქეთ ევროპაში კარლოს დიდის იმპერია ფრანკთა სახელმწიფო დაშლილია უკვე და საღვთო რომია ჩამოყალიბებული 962 წელს ოტო პირველის მიერ ცენტრალურ ევროპაში. ეხლა რასაკეთებს რუსეთის მეფე ვლადიმერ დიდი, აბა? დაფიქრდით. რატო ეკურთხა? ჯერ ერთი რატო მიიღო ქრისტიანობა? ნუ გასაგებია რომ განამტკიცებდა ერთი რელიგია ყველა ამ ჯგუფს, მაგრამ ბიზანტიური წესით რატო ეკურთხა? აი რა იდეაა თუ გახსოვთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რას ნიშნავს ტრანსლაციო იმპერი? ეს თუ გახსოვთ, აბა? იმპერიის გადატანა, ხო? და იმპერიის გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იდეა. პირველი რომის მემკვიდრე იმპერია რომელი იყო? დიახ. აბა, პასუხი. მესამე რომის იდეა, მეგობრებო, ეს გადაიმეორეთ ძალიან გთხოვთ ეს გაკვეთილი. მესამე რომის იდეა. პირველი რომის იმპერიის მემკვიდრე იყო ბიზანტია. ნუ პირველი იმპერია თქო მსოფლიო იმპერიად, მარადიული რომი ხო არ დაეცა? ის ხო გადავიდა რომი, მემკვიდრე რომე, ბიზანტიელები. ასევე კარლოს დიდმა რო პაპმა გვირგვინი დაადგა 800 წლის 25 დეკემბერს. ეგ რა იყო? რომ მე ვარ რომის მემკვიდრე. ოტო პირველს რო გვირგვინი დაადგა 962 წელს და ესეც საღვთო რომმა რო საღვთო რომის იდეა მიიღო, რა იყო ეგ? მე ვარ რომის მემკვიდრე. 988 წელს იგივე ეპოქაში რო ამან ბიზანტიური წესით გვირგვინი დაიდგა, ქრისტიანად ეკურთხა, რა იყო ეს? მე ვარ რომის მემკვიდრე. ანუ ეს არის რომის იმპერიის, ანუ ტრანსლაციო იმპერიის გადატანის მცდელობა. პირველი მცდელობა, რომელზეც აცხადებს რუსეთი პრეტენზიას და ფაქტობრივად აი ამ პრეტენზიას მოხვა რასაკვირველია შემდგომ მისი აქტიური დაპყრობები. იაროსლავ ბრძენია შემდგომი მისი მემკვიდრე, რუსული მართლმადიდებლური კულტურის აღმავლობა სწორედ იაროსლავ ბრძენის დროს დაიწყო. რუსკაია პრავდა, პირველი იურიდიული კოდექსი შეიძლება ითქვას მან გამოსცა. რუსკაია პრავდა და ეს იყო კიევის კულტურულ ცენტრად ქცევა. და ამის შემდეგ ვითომ ხო ეს ყველაფერი აღორძინდა, სამთავროები ჩამოყალიბდა, აქეთ არის გალიჩვოლინის სამთავრო, ნოვგოროდის რესპუბლიკა, ვლადიმერ სუზდალის სამთავრო და განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მიმართულებით ნოვგოროდის მთავარი ალექსანდრე ნეველი და შესაბამისად ნეველის მმართველობა განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ მის დროს ქრისტიანობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლავრი რუსეთში და რუსეთი უკვე პრეტენზიას ამბობს, რომ მე ვარო ქრისტიანთა დამცველი და შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ნეველი არის ალბათ ყველაზე ცნობილი რუსი მმართველი და თანწმინდანი და ხშირად განიხილება რუსეთის სახელმწიფოებრიობის და მართლმადიდებლობის
გაიდიალება ეროვნულობაში რომ მოხდა, აი ამის შემქმნელად. მე-19 საუკუნის ძალიან რთულ პერიოდში შექმნა და მოღვაწეობდა და შეიძლება ითქვას, რომ კონტექსტი როგორი იყო ისტორიული, რომ მონღოლები შემოდიან ამ პერიოდში, დასავლეთიდან გერმანელები, შვედი კათოლიკე რაინდები ეს ტევტონთა ორდენს ებრძვის და რუსული მიწების დაპყრობა უნდათ და საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური დაშლა ამ დროს იწყება, ეს სამთავროები ამ დროს ყალიბდება და აი ამ მონღოლთა შემოსვლას და ნევის ბრძოლა, რომელიც 1240 წელს გაიმართა და ბრძოლა იყო შვედების წინააღმდეგ და ალექსანდრემ ძალიან მცირე არმიით შეძლო და შვედები დაამარცხა და სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა აი ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ალექსანდრე ნეველი ეს წოდება სწორედ ნევის ბრძოლის შედეგად მიიღო და მართლმადიდებლობის გამარჯვება კათოლიკურ ექსპანსიაზე. ესე შეფასდა ეს ბრძოლა. ასე რომ ნევის ბრძოლას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ალექსანდრე ნეველის თვითონ პიროვნების ამ დონემდე მიყვანაში. და შემდგომ იყო ჩუდის ტბის ბრძოლა, რომელსაც სხვაგვარად ეძახიან კიდევ ყინულის ბრძოლას, ყინულზე ორთა ბრძოლას. ეს იყო ბრძოლა ლივონიის ორდენის გერმანულ კათოლიკე რაინდებთან მიმართებაში და ამ ბრძოლაშიც რუსები ფაქტობრივად გაიმარჯვებენ და ალექსანდრემ ამ შეტევით შეძლო სრული დამარცხება უკვე და ამასაც აქვს ისეთი დიდი კულტურული მნიშვნელობა, რომ სამხედრო რელიგიური ძალების შეჩერება მოხდა და ეროვნული ეს სარწმუნოება, რაც ქრისტიანობა გახდა, თვითყოფადობის თვალსაზრისით დაიცვა. ხო? და შეიძლება ითქვას, რომ ორივე ბრძოლით ალექსანდრე ნეველმა თავის ესეთი ხასიათი, ესე რომ მიმართოთ, გამოავლინა სრულებით. რაც შეეხება შემდგომ უკვე მოსკოვის სამთავროს, მოსკოვის სამთავრო იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული სამთავრო უკვე მე-13 საუკუნის და მე-14 საუკუნის მიჯნაზე. მოსკოვის სამთავრომ დიდი როლი ითამაშა ცენტრის ქვემოთ ჩამოწევაზე, იმიტომ რომ ამ სამთავროზე გადიოდა სავაჭრო გზები და ეს სავაჭრო გზები დიდ როლს თამაშობს შემდგომში სახელმწიფოებრიობის კიდევ უფრო განმტკიცებაში. სამთავროს გაძლიერების მიზეზები რა იყო? აბა წავიკითხოთ, მოდი, გისმენია დაიწყე. პირველი მიზეზი ეს იყო კარგი, მოდი ელენემ წამიკითხოს მაშინ. ოქროს ურდოსთან წარმოებული რა? მათ ჩემთან გაჭედილია და არ ჩანს. უი რა არის გაჭეცხებ თან ჩემთანაც არ გამოსწავ. კი ბატონო გისმენ აბა. წავიკითხო? დიახ. მოსკოვის სამთავროს გაძლიერების მიზეზები. ოქროს ურდოსთან წარმოებული გამჭრიახი პოლიტიკა, მართლმადიდებლური ეკლესიის მიმხრობა, ხელსაყრელი მდებარეობა, იგულისხმება ის, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე მდებარეობდა მოსკოვი, მიტროპოლიტის კათედრის გატანა. და ამის გარდა კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მოსკოვის სამთავრო გაძლიერდა, იყო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელი. 1240 წელს განადგურდა კიევის რუსეთი. მონღოლებმა დაიპყრეს და იქ შეიქმნა ოქროს ურდო. და აი ეს მთელი რუსული მიწები კიევის რუსეთის ფაქტობრივად დაიშალა და გადანაწილდა მთლიანად მონღოლურ სტილზე, მონღოლური სტილით მართვაზე. იარლიყი ეს გვარი, რომელსაც შაჰი აკერებდა, ყაენი აკერებდა ამ მონღოლ მთავრებს, ძალიან ისე დიდი პატივით მიიღეს. 1276 წელს ეს სამთავრო ოფიციალურად ჩამოყალიბდა, გაძლიერდა, განშტოება განსაკუთრებით ძირითადი იყო ვლადიმერ სუზდალის სამთავროსაგან და მიმართულებით წაიწია წინ, სტრატეგიული მდებარეობდა ხელს უწყობდა და დასავლეთზე ნაკლები საფრთხე იყო, იმიტომ რომ შორს იყო ბევრად უფრო დასავლეთის
ძირითადი საზღვრისგან და ფაქტობრივად ალექსანდროვიჩ დანილმა, რომელიც 1276 წლიდან უკვე 1303 წლამდე მოღვაწეობდა, მოსკოვის სამთავრო საკმაოდ გააძლიერა. შექმნა ცენტრალიზებული სისტემა, მერე იური დანილოვიჩია, ივანე პირველი განსაკუთრებით გამორჩეულია, იმიტომ რომ მან მთლიანად მონღოლურ ყაიდაზე გადააწყო მთელი ეს მოსკოვის სამთავრო. მონღოლები 1227-40 წლებში შემოვიდნენ, ბათუყაენი იყო, რომელიც ჩინგიზყაენის შვილი გახლდათ და ის ლაშქრობს და 4-ვე ვლადიმერი, სუზდალი, კიევი, რიაზანი ყველა გაანადგურა და დარჩა მოსკოვი მერე გაძლიერებული. თათარ-მონღოლთა უღელი დაედო ფაქტობრივად და ოქროს სურდომ ცარაი აქცია დედაქალაქად, ვასალურ სახელმწიფოებს, ვინც პატარა ქალაქი იყო, იარლის წოდებას ანიჭებდა და ძალიან დიდი პატივით იღებდნენ ამას რუსები. ამიტომ არიან რუსები რაღაცნაირი უცნაური ხალხი, რომ ივანე პირველმა კალიტამ გადაწყვიტა, რომ მოდი ნაცვლად იმისა, რომ ვიომოთ, არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა რაღაცა შვიდობა და მთლიანად კიევის რუსული კულტურა, იდენტობა გამონღოლურდნენ. მოსკოვის მიტროპოლია კი დააარსა რელიგიურ თვალსაზრისით, მაგრამ ქალაქი კი მდიდრდებოდა, მაგრამ დაიკარგა რა ყველაფერი. და 1380 წელს კალიტას მმართველობის შემდეგ უკვე დიმიტრი დონელი გვევლინება 1350 რომელი წელი იყო 1300 ერთი წუთი კალიტა გარდაიცვალა 1359-დან 1389 წლამდე და დიმიტრი დონელი ებრძვის მონღოლებს. ეს არის პირველი გამარჯვება კულიკოვის ბრძოლაში სხვათა შორის, როცა რაღაცა ჩამოყალიბდა თავისუფლებისთვის მებრძოლის საზოგადოება. მანამდე ეს არ არსებობდა. მთელი ეს 1227-დან შემოსული რუსული საზოგადოება იარლის წოდება მიანიჭეს და სულ ასე იყო. ხოლო ეს 1380 წელს მოხდა პირველად და ამის შემდეგ 1382 წელს თოხთამიშხანი შემოდის სადამსჯელო ექსპედიციის და მოსკოვს გადაწვავს ამის გამო და შემდგომ უკვე ვასილი პირველი ყავს, რომელმაც მოსკოვის სამთავრო გააფართოვა, მერე ვასილ მეორე ბრმა, რომელიც ასე ვთქვათ, ცდილობს რომ მონღოლებისგან ეს იარლიყი რაღაცნაირად მოიშოროს და მოუკიდებელი გახდეს და ყველაზე მთავარი რომელიც თქვენს უკვე წიგნში ისწავლება, ეს არის ივანე მესამე. ივანე მესამე ცნობილია განსაკუთრებით იმით, რომ ივანე მესამე დიდმა შეძლო და მონღოლთა უღელისაგან გაათავისუფლა მთლიანად რუსეთი. და ეს მონღოლური უგრაზე დგომის წესი, რაც არსებობდა, მთლიანად გაქრა და ეს უგრაზე დგომის შემდეგ 1480 წელს ორივე ჯარი სტოინანინ უგრე ასე ქვია რუსულად, ორივე ჯარი ერთმანეთის მდინარე უგრაზე ერთი იქეთ და ერთი აქეთ დაუდგა და არანაირი ომი არ დაწყებულა. ორივე უკან გაბრუნდა უბრძოლველად, მოიპოვა ივანემ თვითმპყრობელის სტატუსი ყველა რუსის მმართველის, ცოლად შეირთო ბიზანტიელი იმპერატორის მემკვიდრე სოფია პალეოლოგი, რომელიც ფაქტობრივად რატო გააკეთა ისევ მესამე რომის ტიტულატურა რომ მოეპოვებინა, შემოიერთა მერე ძალიან ბევრი ახალი პროვინცია, რეგალიებით შეიმატა და ასე და ამგვარად მოსკოვის სამთავრო განსაკუთრებით გაძლიერდა. მისი მემკვიდრე ვასილ მესამე იყო, ფსკოვის დამოუკიდებლობა შეძლო და მან გააძლიერა და მერე მოვიდა ეს კაცი, რომელიც არის რა ვიცი მე რა მართლა საზღარი კაცი. ივანე მეოთხე მრისხანე. ეს არის რუსეთის სამეფოს ცარი. ცარ ალექსეი ივან გროზნი. Ivan the Terrible. რა ვიცი. ფრანგულად ჯერ არ ვიცი. ეს იყო სხვა ბევრი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით იყო ობსესური აშლილობა ჰქონდა მოკლედ. ბავშვობიდან აი ამ ძალადობრივ ქმედებებს უყურებდა სულ და ივანე მეოთხე
რომ ჩამოყალიბდა დამსახურება სწორედ აი ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლის შემყურე ბავშვობისა, რამაც მასში რაღაცა ძალიან დიდი და ესეთი გარდატეხა მოახდინა და შესაბამისად ზრდასრულობის ასაკში ეშინოდა ყველაფრის. ობსესური შიში ჰქონდა, რომ ყველა მისი ტახტიდან ჩამოგდებას ცდილობდა და როგორც კი გამეფდა, ფაქტობრივად მან დაიწყო ძალიან ესეთი მკაცრი წინააღმდეგობრივი, ასე ვთქვათ, ქმედებები განხორციელება. ერთ-ერთი მაგალითად ასეთი იყო რა. მოდი რეფორმები წავიკითხოთ. პირველი რეფორმა რა იყო? აბა წამიკითხე მარიამ უნგრელიძე გისმენთ? თან ისევის ჩანს მოსკოვის სამთავრობო გაძლიერების. კაი, მაშინ წავიკითხავ ესე. აი და შეიძლება არა სიოსი მას შეიძლება. რეფორმები აწერია, ხო? დიახ, დიახ. დიახ. შექმნა ლიტურის საჯარისო კორპუსი, ანუ სტრელცი. შექმნა ფეოდალური წარმომადგენლებზე დამყარებული პირველი რუსული პარლამენტი, ანუ ზემსკის საბორი. გამოიცა პირველი რუსული წიგნი, შემოიღეს ერთიანი საეკლესიო წესები და რიტუალები, შეადგინა სამართლის კოდექსი და შექმნა ოპრიჩნინთა სისტემა. სხვათა შორის ოპრიჩნინი არის სადამსჯელო, საჯარისო რაღაცა ბოიარების წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფი, რომლებიც ძვერავებიც იყვნენ, მკვლელებიც იყვნენ, რავი, ყველაფერი ერთად იყვნენ ესენი, რომლებიც აღასრულებდნენ უშუალოდ ივანე მე-4-ის ხუშტურებს, უხეშად რო ვთქვა, რაც მას უნდოდა, ეს ოპრიჩნინთა სისტემა წავიდოდა გააკეთებდა, შავია, თეთრი საქმეა, ყველაფერს აკეთებდა პირნათლად. ასე რომ ივანე მე-4 ფოტოზე ივანე მე-4-ია? დიახ, აი სახეზეც არ ეთქვა. ხო, სამხედრო ექსპანსიები მიუხედავად იმისა, რომ მის დროს მართლა უნდა აღინიშნოს, რომ გაძლიერდა, საკმაოდ გაძლიერდა რუსეთი, მაგრამ დაამყარა დიქტატურა. ამასთან დაკავშირებით აი ოპრიჩნინის დღე არის ძალიან საინტერესო პატარა წიგნია, თუ წაიკითხავთ. კარგად, ოღონდ თანამედროვე სამყაროში ხდება ვითარება, მაგრამ ეს ივანე მე-4-ის პერიოდია თითქოს გაცოცხლებული და კარგად ასახავს ეს ოპრიჩნინის რა ქვია, მართვა გამგებლობას და ზოგადად რა ხდებოდა მაშინდელ რუსეთში. ასე რომ არინანეთ თუ ამ წიგნს წაიკითხავთ, მე მგონი ბიბლიაშიც შეგიძლიათ რომ შეიცინოთ, ხო? ივანე მე-4 იყო ვასილ მესამეს შვილი, მოსკოვის სამთავრო მის დროს 1547 წელს გადაკეთდა რუსეთის სამეფოდ და აქედან იწყება ცარიზმი ფაქტობრივად და ეს მმართველობა განსაკუთრებით გამორჩეულია, იმიტომ რომ პირველი მეფეა, რომელმაც საკუთარ თავს უწოდა რუსეთის ცარი, ტიტული. ეს არის ცარი, იგივე არის კეისრის მსგავსი ტიტულატურა, რომელიც 1547 წელს მიიღო. მის დროს განსაკუთრებით განმანათლებელი მეფედაც მოიხსენიებენ 1547 60-წლებში და ოპრიჩნინი ეს არის ტოტალური ტერორის დასაწყისი, რომელიც შექმნა როგორც გითხარი და მრისხანე მეფედ არის იგი შესული ისტორიაში. კაცრი და საშინაო პოლიტიკის გამო მას შეარქვეს სწორედ ეს სახელი და მრისხანე და მისი მეფობის დროს ნებისმიერ რამის თქმას საშიში იყო. აი სამეფო კარის მოხელე ზედმეტად მხიარული ან მოღუშული სახის ან ზედმეტად ჩუმიან სიკვდილით, ზედმეტად ჩუმიან ხმამაღალი ლაპარაკის გამო შეიძლება სიკვდილით დასჯილიყო. თუ გაიღიმებდი, გეტყოდა რატო იცინი ასე? თუ ჩუმად იყავი, რატო ხარ ჩუმად? მოკლედ, და ეს არის ზუსტად რომ ობსესური აშლილობა გქონდა მას და ოპრიჩნიკები ყველა საეჭვო ადამიანს ღალატ ჩისდებდნენ ბრალს და იჭერდნენ. ივანე მრისხანე სასტიკად უსწორდებოდა ყველა ფენის ადამიანს, უბრალო ხალხს, დიდებულებს, თავისი ნათესავი და ერთ-ერთი დიდებული მას სრულად უმიზეზოდ ეჭვიანობის გამო ცოლშვილთან ერთად საწამლავით მოკლა. ივანე მრისხანემ თავისი მოწინააღმდეგე მიტროპოლიტი თანამდებობიდან გადააყენებინა, შემდეგ კი დააპატიმრებინა და ოპრიჩნიკებმა დაახრჩვეს. და ივანე მრისხანემ ღალატისა და ეს საერთოდ ხო სიგიჟეა ეს ფაქტი. ღალატისა და შეთქმულების ეჭვის გამო
ქალაქ ნოვგოროდის მოსახლეობის ნახევარი გაჟლიტა. აი ესე შევიდა ნახევარი მოსახლეობა ეგონა რომ მის წინააღმდეგ აჯანყებას აწყობდა და უბრალოდ ნახევარი ქალაქი დახოცა მოსახლეობით. არც ბავშვები არავინ არ დაინდო. და შესაბამისად 1591 წელს ერთ-ერთი კამათის დროს კიდევ ამაზე უფრო ცუდი ის არის რომ ივანემ საკუთარი შვილი გაბრაზებული რომ იყო კამათის დროს შემოაკვდა ერთ-ერთი ვერსიით რაღაც ესროლა თავში და თავში საფეთქელში მოხვდა და ამგვარად ესე თავისი შვილი გარდაიცვალა. აი აქ თქვენ ხედავთ რუსი ბოიარების რა დღეში აგდებს. აი ხელში დააკვირდით რა უჭირავს. აი ეს რისი სიმბოლოა. ჯორი ხო არის. აი ეს ვის უჭირავს ხელში? ეს არის კარლოს დიც უჭირავს დედამიწა და თავზე ჯვარი და ნუ კვერთხი ეს კიდე ხო ჩვეულებრივი რაღაცა ძალაუფლების სიმბოლო რომელიც ასევე არის მისი ერთ-ერთი ატრიბუტიკა, სამეფო ატრიბუტიკა, კვერთხი და ეს ბურთი დედამიწა რომელიც ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული და ჯვარი თავზე. ანუ ფაქტობრივად ეს იყო უკვე რუსეთის цаრის ერთ-ერთი ისეთი ხედვა მსოფლიოს მიმართულებით, აი აქ ხედავთ ნოვგოროდში როგორ შედიან და მოსახლეობა გაწყვიტეს და მის დროს განსაკუთრებით დიდი დაპყრობების ხანა, ყაზანის სახანო დაიპყრეს, ასტრახანის სახანო დაიმორჩილეს, 24 წლიანი ომი მოიგო, ყოველ შემთხვევაში მცდელობა ჰქონდა რომ მოეგო პოლონეთსა და ლიტვის კოალიციის წინააღმდეგ ლივონიის ომი ეწოდება, თუმცა საბოლოო ჯამში უშედეგოდ გამოდგა და ამ ლივონიის ომში იგულისხმება რეჩ პოსპოლიტასთან დაპირისპირება. რეჩ პოსპოლიტა იყო ლიტვისა და პოლონეთის დიდი საჰერცოგო და აი ამ საჰერცოგომ გაერთიანებული ასე ვთქვათ უნიით, რომელსაც 1569 წელს მოეწერა ხელი და მას ერქვა ლიუბლიანას უნია, სახელმწიფო წყობა შექმნა, ახალი ერთიანობა დაახლოებით რომ გითხრათ, ეს არის, რა ვიცი, ჩემი ესეთი ხედვით ევროკავშირის მსგავსი რაღაცა პატარა ოღონდ ორგანო, რომელიც 1569 წლიდან 1795 წლამდე არსებობდა. მის სახელმწიფო სათავეში მეფე იდგა, მეფეს ირჩევდნენ ამ შემთხვევაში სეიმი, მართავდა თვითონ სეიმი, ერთიანი სამონეტო სისტემა არსებობდა, სახელმწიფოს ორივე ნაწილი ატარებდა ერთიან საგარეო პოლიტიკას, პოლონეთსაც და ლიტვასაც შენარჩუნებული ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობა, ჯარი სასამართლო და აი ესეთი გაერთიანება იყო ფაქტობრივად მათი დედაქალაქი კრაკოვი იყო მე-17 საუკუნეში და მერე მე-18 საუკუნეში საერთოდ გახდა ვარშავა. მოკლედ სამჯერ დაიშალა და 1795 წელს საერთოდ შეწყვიტა არსებობა. დიდხანს ვერ გაცლო. მეგობრებო, მოდი მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ პეტრეზეც რო ახსნა ძალიან გადაკლით და მე აგიხსნით. აი ეს წყაროა წავიკითხოთ მაშინ და ამით დავასრულოთ. აბა გისმენ ვინ წაიკითხავს, ის აქვს სურვილი. წავიკითხო. გისმენ? ეს იყო შემდგომი პერიოდის შესახებ, ეს იყო სოციალური სინთეზის პროცესი და ამ სინთეზში ჩართული იყო სხვადასხვა მოდი სათაურით წავიკითხოთ, რომ გავიგოთ რაზეა. ეს არის მონღოლთა ბატონობის შემდგომ რუსეთში რა ხდებოდა. ეს წეგან და წავიკითხო, უბრალოდ გამოვჩა. ეს იყო სოციალური სინთეზის პროცესი და ამ სინთეზში ჩართული იყო სხვადასხვა კომპონენტები, ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციები, თათრები, მომთაბარული ტრადიციები და დამპყრობლების მიერ შემოტანილი დიდი აღმოსავლური მონარქიების, ჩინეთის და სპარსეთის ტრადიციები. მომთაბარული ტრადიციების ზეგავლენა განსაკუთრებით მკაფი ხატა სამხედრო რეფორმაში. შემოსევებიდან სულ მალე რუსმა თავადებმა
დაიწყეს საკუთარი დრუჟინების, ანუ სამხედრო რაზმების შეიარაღება თათრული ნიმუშის მიხედვით. რუსი მეომრები შეასხდნენ სტეპების სწრაფ ცხენებს და ისწავლეს მონღოლური მშვილდებიდან ისრების სროლა. ისინი მონღოლურ ატანის ამოსებს ატარებდნენ და იბრძოდნენ თათრული მოღულური ხმლებით. რუსულმა ჯარებმა გადმოიღეს თათრული ხუთ რაზმად ყოფა ჩასაფრებისა და ალყის თათრული ტაქტიკა. ხო, ეს იყო მონღოლური სახელმწიფო. ესენი რომ მონღოლები არიან და მაგათი სისხლი აქვთ. ნუ პეტრე პირველი რომ არა და ეს ევროპეიზაციის პროცესი კიდე რა გვეშველებოდა, ჩვენ რა გვეშველებოდა, ღმერთო, ეგეთი მონღოლური სახელმწიფო რო ყოლოდა, კიდე მაინც ხო მონღოლები არიან, მაგრამ აი პეტრემ ცოტა გაპარს ამგდლები რა უხეშად რო ვთქვა და გამოიყვანა ცოტა სამყაროდან და ესენი საერთოდ არ ვიცი რა ვიცი ვინ ვიქნებოდით ან ჩვენ ან ეგენი წარმოდგენაც კი მიჭირს იმდენად ამაზრზენი სახელმწიფო აი თან სახელი აი ვლადიმირ ხო როგორი სახელი ვლადიკავკაზ ეს სახელები დაიპყარ კავკასია აქედან დაერქვა დაიმყარ სამყარო ანუ მიდგომა ჯერ სახელში ვერო გაქვს ეს რომ დამპყრობითი და რატო უნდათ ზოგადად ძალიან საინტერესო არის ერთი დეტალიც და ამით მოვრჩები რატო უნდათ აი ეს მესამე რომის იდეა იმიტომ რომ ვინც ქრისტიანია იმათი დამორჩილება მათ ინტერესებში შედის და ეს საბაბი არის რომ მე ვიცავ ქრისტიანებს სხვისი გავლენისგან და ამიტომ თუ არ დავიპყარი და ჩემი გავლენის ქვეშ არ მოვი ვერ დაგიცავ ქრისტიანთა დაცვის საბაბით ყველა იმპერია პირველი რომის იმპერია იყო ბიზანტია ამას არ გვიკეთებდა ჩვენ ვიპყრობდა იმ საბაბით რომ ქრისტიანები ვართ და დაგიცავთ მაგრამ რეალურად რას აკეთებდა კი ვიცით რუსეთმა იგივე დაიწყო ოღონდ უფრო აგრესიული ფორმით ამ შემთხვევაში ფრანკები იგივეს აკეთებენ გაგაქრისტიანო უნდა დაგიცვა ან გაგაქრისტიანებ ან დაგიპყრობ და ქრისტიანი თუ ხარ უნდა დაგიცვა ნუ ეს არის იმპერიული ხაზი მოკლედ რომ დღემდე რუსებს მიყვება სხვათა შორის იგივე საბაბით დაიწყო უკრაინაში ომი რომელიც საუკუნეა რომელიც წელია იგივე საბაბით დაიწყო რასაკვირველი სხვა მიზეზები ბევრი მიზეზი იყო მაგრამ ეს საბაბი შეიძლება კონკრეტული რაღაც ფაქტი იყო მაგრამ ეს არის იდეა რომ ახლა ეს ორი სახელმწიფო ეს ორი ნაწილი დონეცკი ლუგანსკი არის ჩაგრული რაღაცა უნდა დავიცვა და ეხა უკრაინასაც ეუბნა რას ამბობს უკრაინაზე ფაშისტები არიანო და მე უნდა შევძლო მათი გათავისუფლებაო ანუ აი ესა მთელი პროპაგანდა აგებულია თავიდან ბოლომდე რუსული რაც შეიქმნა ეს სახელმწიფო დაარსებიდან აი ამ იდეაზე რომ ვიღაცა უნდა გავათავისუფლო რაღაცა ცუდისგან რომელსაც ის ვერ იგებს თვითონ მე ვიგებ ამას ანუ ეს მხოლოდ ცარ ალექსეი ივან გროზნიხს და ეგეთებს შეეძლოთ რომ გაეგოთ რა ამიტომ ეს არის ძალიან აი ყველაზე ჩამყაყებული სახელმწიფო ალბათ და იმპერია რომელიც უკვე აი ამ უახლოესი პერიოდში შემორჩა იმპერია რომელიც აი რომელი იმპერია შემორჩა ესეთი აგრესიული რა ჰიბრიდულ ნიადაგზე არიან ძირითადად გადასულები ყველა დამპყრობელი და არ ხდება აგრესია ძალადობრივი და ეს დარჩა ესეთი აი მონღოლური რაღაც ჯიშის სახელმწიფო მართლა კარგით კითხვები თუ გაქვთ და თუ არ გაქვთ მე ამით ამოვწურავ მოკლედ ჩვენს თემას და პეტრე ანუ რომელი პარაგრაფი ხო აი შაბასე რო ახსენით